გამარჯობათ ჩემო მეგობრებო. დღეს მინდა გესაუბროთ ბავშვთა ენერგეტიკაზე. ყურადღებით დააკვირდით ამ სურათს. აქ მოცემულია ჩვენი ემოციების, ვიბრაციების და ენერგიების სკალა. ეს სურათი არა მარტო დღევანდელი თემის განხილვისას, არამედ სხვა თემების განხილვის დროსაც დაგვჭირდება. ეხლა უშუალოდ თემაზე. რა უნდა ვიცოდეთ ბავშვთა ენერგეტიკის შესახებ? პირველი. ბავშვები ენერგიას იღებენ დედისგან, მამისგან, ან ნებისმიერი პიროვნებისგან, ვინც მათ ზრდის. მეორე. ბავშვის ენერგეტიკის დონე მთლიანად დამოკიდებულია დედის, მამის ან ნებისმიერი გამზრდელის ენერგეტიკის დონეზე. ბავშვის ენერგეტიკის დონე განსაზღვრავს მის ჯანმრთელობას, ფიზიკურ მდგომარეობას თუ გონებრივ შესაძლებლობებს. ბავშვი აუცილებლად წაიღებს ენერგიას, რა დაბალი ენერგეტიკაც არ უნდა კონდეს მის გამზრდელს, რადგან ბავშვს ამის გარეშე არსებობა არ შეუძლია. სანამ მეხუთე საკითხზე გადავიდოდეთ, დავიმახსოვროთ ყველა ჩვენს აზრს, ყველა ჩვენს ნათქვამს, სიტყვას და მოქმედებას გააჩნია ვიბრაციების და ენერგიების გარკვეული დონე. და მეხუთე საკითხი, ბავშვი გარშემო მყოფებთან ურთიერთობს ვიბრაციების დონეზე. ბავშვის ჯანმრთელობაზე ენერგიის გავლენა, კარგად რომ გავიგოთ, განვიხილოთ ვარიანტები. დაუშვათ ბავშვი იზრდება ოჯახში, სადაც ოჯახის წევრებს შორის სუფევს ურთიერთგაგების ატმოსფერო, მხარს უჭერენ ერთმანეთს, უყვართ ერთმანეთი, განსაკუთრებით დედას და მამას. ასეთი ადამიანების ვიბრაცია მაღალია. შესაბამისად მაღალია მათი ენერგეტიკის დონე, რადგან თუ ჩვენს სურათს გადავხედავთ, სიყვარულის ემოციას აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ვიბრაცია და ენერგია. მაღალი ენერგიის მქონე მშობლები, გამზრდელი, მაღალ ენერგიას გადაცემს ბავშვს, მაღალი ენერგიის მქონე ბავშვი კი თითქმის არ ავადმყოფობს. ახლა განვიხილოთ მეორე ვარიანტი. ოჯახში არის რაიმე პრობლემა. ადამიანებს, ვისაც აქვთ პრობლემები, აღენიშნებათ დაბალი ვიბრაციები და დაბალი ენერგეტიკა. შესაბამისად ისინი ბავშვს ვერ გადასცემენ საჭირო ენერგეტიკას, ბავშვის ენერგეტიკა დაბალია და ასეთი ბავშვი ხდება მოავადე. მაგალითად, დედას, მამას ან გამზრდელს აქ სამსახურში ან ოჯახში ისეთი სიტუაცია, რომელსაც ის ვერ ეგუება და ვერ იტანს. ან იძულებულია იურთიერთობოს ადამიანთან, რომლის ატანაც არ აქვს და ხშირად ფიქრობს ხოლმე მასზე. უნდა ველოდოთ, რომ ბავშვს განუვითარდება სხვადასხვა სახის ალერგიები. მეორე მაგალითი, დედა თავს არ გრძნობს დაცულად, ეშინია ცხოვრების. შიშის ემოცია ერთ-ერთი ყველაზე დაბალი
ვიბრაციებისა და ენერგეტიკის მქონე ემოცია შევხედოთ ჩვენ სკალას და ამასეში იოლად დაუბრწყდებით. დედის ენერგეტიკა ეცემა, შესაბამისად ეცემა ბავშვის ენერგეტიკაც, ბავშვის ენერგეტიკა იწვევს ენერგეტიკის დაცემა იწვევს ბავშვის ავადობას. აი ბავშვის ავადმყოფობების ძირითადი მიზეზები მისი დაბალი ენერგეტიკის დონეა. როდესაც ოჯახში ბავშვი ხდება ავად, პირველ რიგში დედამ, მამამ, დანარჩენმა ოჯახის წევრებმა მაშინვე უნდა გაანალიზოთ თუ რა ხდება მათ ცხოვრებაში, რატომ მოხდა მათი ვიბრაციების დავარდნა, რამაც გამოიწვია ბავშვის ენერგეტიკის შემცირება და მისი ავადმყოფობა, რათა დროულად შესაძლებლობის ფარგლებში სწრაფად აღმოფხრან. ეს პრობლემა, რაც ბავშვის მალე გამოჯამრთელებას შეუწყობს ხელს. აქ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია სხვადასხვა სცენებით. აი ავიღოთ ესეთი მაგალითი. ბავშვის ოჯახში არის პრობლემა. ოჯახის წევრების, დედის, მამის ენერგეტიკა დაეცა. შესაბამისად ამას მოყვება ბავშვის ენერგეტიკის დაქვეითება, ენერგეტიკის დაქვეითებას კი როგორც გითხარით მოყვება ბავშვის ავადმყოფობა. ბავშვის ავადმყოფობა თავისთავად დამატებით პრობლემას უქმნის დედას და მამას. მათი ვიბრაციები კიდევ უფრო ქვეითდება ენერგეტიკის დონე, ბავშვის შესაბამისად ქვეითდება ენერგიის დონე და დაავადება უფრო მწვავდება. გამწვავებული დაავადება ისევ ურტყამს მშობლების ვიბრაციებს, ენერგეტიკას, ეს ისევ დაბლასწევს ბავშვის ენერგეტიკას და იქმრება მანკიერი წრე, რომლის დარღვევაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. მაგრამ ამ მანკიერი წრის დარღვევა სჭირდება ბევრი ფიზიკური ენერგია და საკმაოდ ფინანსები. ეხლა ავიღოთ მეორე შემთხვევა. ბავშვი ოჯახში გაჩნდა პრობლემა, ბავშვი გახდა ავად. ბუნებამ ჩვენ დაგვაჯილდოვა უდიდესი ენერგიის მქონე ინსტინქტებით. ეს არის დედაშვილური სიყვარული, მამაშვილური სიყვარული, საერთოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი. გახდა ბავშვი ოჯახში ავად, ხო? აი იწყება ამ ინსტინქტების ამოქმედება, ყველა პრობლემა უკანა პლანზე გადაიწევს, ავიწყდება მშობლებს, აღარ ქაჩავს ეს პრობლემა მათ ეკენერგეტიკას და მობილიზება ხდება ყველა სასიცოცხლო ძალის ბავშვის ავადმყოფობისაგან გამოსაყვანად. ესეთი ენერგიის მობილიზება იწყებს მაღლა აწევას ენერგიისას. მშობლების მაღალი ენერგეტიკა გადადის ბავშვზე, მისი ენერგეტიკული დონეც იზრდება და ის მალე გამოჯამრთელდება ხოლმე. ბავშვები დამოუკიდებლად ენერგიის მიღებას იწყებენ სქესობრივი მომწიფების პერიოდში. და ეს სრულდება მაშინ, როდესაც ბუნება მათ უკვე მოამზადებს გამრავლებისთვის. ამ პერიოდს გარდატეხის პერიოდს უწოდებენ და ადამიანებისთვის ის არც თუ მარტივად მიმდინარეობს. მშობლები შეგვიძლია დავამშვიდოთ მათი ბავშვები, თუმცა
Რაღა ბავშვები უკვე ჭაბუკი გოგონები და ბიჭუნები სამყაროდან დამოუკიდებლად მარაგდებიან ენერგიით და უკვე მათ საკუთარი ენერგიების მართვა, საკუთარი ემოციების მართვის საფუძველზე შეუძლიათ. დასაწყისში მე გითხარით, რომ ბავშვი პირდაპირ იღებს ენერგიას დედისგან, მამისგან, მისი გამზრდელისგან, აი იწოვს პირდაპირ და ამით არსებობს. ყველას, ვისაც ბავშვი გაგიზრდიათ, იცით, რა დიდი ენერგიის ფასად უჯდება ეს თითოეულ ადამიანს. მაშინ რატომ არ ვიფიტებით? ბავშვები თავიანთი არსებობით გვანიჭებენ ისეთ დიდ სიხარულს, გვამყოფებენ ისეთი სიყვარულის მდგომარეობაში, რომ ისინი ირიბად შემოვლითი გზით ზრდიან და ამაღლებენ ჩვენს ენერგეტიკას, რადგან სკალას თუ შევხედავთ, სიხარულის და სიყვარულის ენერგია ჩვეულებრივ ადამიანებში ყველაზე მაღალი ვიბრაციებისა და ენერგიების მატარებელია. მოდით ბავშვთა ენერგეტიკაზე საუბარი დღეს ამით დავასრულოთ. მომდევნო ვიდეოში მე ვისაუბრებ მუცლად მყოფი ბავშვის ენერგეტიკაზე. კარგად ძანდებოდეთ. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ, მეგობრებო.